ამას ყველაფერს ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს ნორმალურ ადამიანურ სახალხო ენაზე არც ერთი მსხვილი პოლიტიკური სუბიექტი არ უსმის. ანუ როგორ რაღაცა იცი? ნახე, ამდენი რაღაცა მოხდა. ესკალაციის ამის შედეგად. იდენტიფიცირება მოხდა ჯგუფების და ადამიანების win-win. გამოიკვეთა საზოგადოებაზე გავლენის მქონე ადამიანები, ორგანიზაციები, ისედაც იცოდნენ ხარმე. დაიწყო ამ ყველაფერზე იერი შევიდა დათქომ თუ შენ ავტორიტარის სამყარო, უნდა იცოდე ხო ვინა შენი ოპონენტი რა, ვინ იქმნის პრობლემას. ვინა დიდი ინფლუენსერი თქვა და რაღაცა ეს ერთი მიმართულება, საინფორმაციო მიმართულება და პოლიტიკური აქტორებისთვისაც რა რაზეც თქვა რომ აიხა დავამთავრეთ ჩვენ კოლექტივ 13 წლის თავზე კოლექტიურ ნაცვლად აცრობას რომ მანამდე თავს მოგვახვდეს კოჰაბიტაცია სტეთის გავლენა იყო ეს ყველაფერი და ასე შემდეგ ამას რა ჭირდება ამას ჭირდება საბაბი ხეში გაგებით ამას ჭირდება ხელფეხის გახსნა ამიტომ ეს არ გამოვა შეთა ამბობს ევროკავშირში მიდიოდა და ესეთ რაღაცებს წევრი ხდებოდა და იქ 36 კლასტერი თემატური ქონდეს შესასრულებელი რეფორმების თვალსაზრისით იყო იცი როგორა ლეველ გადადიხა ერთ სანამ არ დახურა თქვა ადამიანის უფლებებს შემდეგ ვერ გადახვალ რა როგორც აი რა ლეველები თამაში კომპიუტერში ეგეთი ისა რანაირად წარმოგიდგენთ რანაირად თავსებად იქნებოდა ან რანაირად იქნებოდა ის ყველაფერი რა ქვია კორუფციის კანონზე რასაც ითხოვდნენ საერთოდ ხო დასავლეთიდან ჩვენგან იმის ძალაუფლების დათმობის თუ არა ძალაუფლების დათმობის პირობების შექმნას როლის ხონდა ეს რა წნედა რატო წავიდა ეხა შიდა კოცური ასე თქვა და რა შეჭოდი ვისაც კარგად გეცოდინება შენ მიქაუტაძეს ჩემი კლასელი ვიცი ხო და მაგიტო ანუ ჩემი ეს არის ხო ჩვენ პარალელური კლასელები ვიყავი ხო და უკვე ეხა რომეო მიქაუტაძე ესეთი ისეთი ერთი ხო არ იყო აი რაღა რომეო მიქაუტაძე ნუ ვიღაცამ თქვა რომ ეს ამბობენ უბრალოდ მოარული ენები რომ ყველაფერი კალაძემდე უნდა მივიდეს აგერ ლილუაშვილს ამბობენ მე რაც ვიცი ხა ჩვენ ხა ისეთ საკითხებს ძალიან ხა საჭორობას დაიმსახურება მაგრამ ერთი ეს არის ძალაუფლების კონსოლიდაცია მეორე ის რომ რამდენადაც ინფორმაცია ძალიან დიდი ფულის ფლანგოზე არის საუბარი თავიანთი ფული არის გაფლანგული როგორც ამბობენ და პატიოს მათი და რა თქმა უნდა რომ აქ არის პატარა 10 მილიონზე არ არის საუბარი ინფორმაცია საუბარი როგორც ამბობენ შესაბამისად დაიწყო აი ამ რიტორიკის დონეზეც ეხა სად იყო სუსი ბატონი ანრი რომ ამბობდა რომ პარლამენტის ტრიბუნია ხო რომ ასეთი რაღაცა როცა ხდებოდა ხო ეს არ არის ბუნებრივია შემთხვევა ეს ყველაფერი და სუსმა მართლა ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი